ჩვენ ნებისყოფად გვჭირდება იმაში, აი ეხლა მჭირდება მობილიზება საკუთარი თავის ხელში აყვანა და აი აქ ამჟამად ერთხელ რაღაცას გაკეთება. თუ საუბარი არის იმაზე, რომ ძელვადიანად შევცვალოთ ჩვენი ქცევა, აქ გვჭირდება წარმოსახვა და გამეორება. მარტივესი ტექნიკა გაქვს ამისთვის მისებული. აი როგორც ვაკეთებთ სასურველი შინაგანი მდგომარეობის რეპეტიციას, ხო? შევდივით შიგნით, ანალოგიურად ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. შეიძლება წარმოვიდგინოთ ფაქტობრივად თეატრში. ეხლა მაგალითად წარმოვიდგინოთ რაღაც რო ერთმანეთში მიდი ეკრანია და წარმოვიდგენ მაგალითად საკუთარ თავს, რომელიც დღის ბოლოს რაღაცას აკეთებს. მნიშვნელოვნად. იმდე გამოიმუშავა ეს ჩვევა ვარ მომწყვეტი. ფილმმა წარმოვიდგინეთ 30-33-იანი კლიპი საკუთარ თავს ხედავ გარედან. ერთხელ, მეორედ, მესამედ, სამჯერ. რატო სამჯერ? როდესაც აი აქ სამჯერ გავაკეთებ რაღაცას. ჩვენი ქვეცნობიერი ამას ამიქვამს როგორც პანტერას, როგორც პროგრამას. შესაბამისად, ასეთი მილეთიც კი არსებობს PR-ში. პრეზენტაციის წინ უნდა მოყვე რაზე იქნება საუბარი. პრეზენტაციის შუაში თან პერიოდულად თქვა რაზე გქონდა საუბარი. პრეზენტაციის ბოლოს უთხრა რაზე იყო საუბარი. და ამას ადამიანები ისე აღიქვამენ, რომ ზეცი კი არ სამ პრეზენტაციას.